მოგესალმებით, თქვენ უსმენთ რადიო ენერგის FM 104.7 და ყოველ სამშაბათს დღის პირველ საათზე მე ირაკლი კაჭარავა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ბიზნესზე და ეკონომიკაზე, გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე გადაცემაში Business FM. დღეს ჩვენი სტუმარი არის ბატონი ივაჭყონია, რომელიც საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი გახლავთ. მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველად ვარ თქვენ რადიოში და წარმატებებს გისურვებთ. ბევრი წარმატებული ეთერი და სასიამოვნო სიახლეების გაცნობა თქვენი მსმენელებისთვის, პოზიტიურისთვის, რაც სამწუხაროდ ერთს გვაკლია, ასე რომ მეტი პოზიტივი შევიტანოთ, ეხლა ვეცადოთ ბატონო ირაკლი. დიდი მადლობა. სანამ გადავიდოდით დღევანდელ გამოწვევებზე, მინდა ორი სიტყვით ჩვენ მსმენელებს მოვუყვეთ ასოციაციაზე, რამდენი ხანია უკვე არსებობს, რამდენი კომპანია არის და ორი სიტყვით რომ მოვუყვეთ. ასოციაცია დაფუძნდა 2016 წელს დაახლოებით 90-მდე კომპანიას აერთიანებს დღესდღეობით საკმაოდ ესეთი დემოკრატიული ასოციაცია ვართ, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ არის პრეზიდენტის არჩევნები, მათ შორის ყავს ბორდი, დაახლოებით 8 კომპანია, რომელიც არის მართველი ორგანო, ასე რომ საკმაოდ დემოკრატიულად მიყვება. ძირითადი ასოციაციას ფუნქცია არის თავიანთ წევრი კომპანიების ადვოკატირება, რა თქმა უნდა, უფლებების დაცვა და რა თქმა უნდა, მხარდაჭერა იმ კომპანიების და იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომელიც არის ჩვენ სფეროში. ჩვენ ვაერთიანებთ ალამხოლოდ სადისტრიბუციო კომპანიებს, თქვათ, არიან ჩვენთან იგივე მწარმოებელი სადისტრიბუციო კომპანიები, არიან რა თქმა უნდა, იმპორტიური კომპანიები, ასე რომ საკმაოდ ფართო სპექტრს მოვიცავთ, სადღაც არის დაახლოებით ალბათ 20,000-ზე მეტი დასაქმებული ჯამში ამ კომპანიებში, ვის ჩვენთან არის გაერთიანებული, ვამაყობთ და რა თქმა უნდა, მათ მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც საკმაოდ ესეთი მსუყე შემადგენელი ნაწილი ვართ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და საკმაოდ ესეთი მსუყე შემავსებლები ვართ ქვეყნის ბიუჯეტის. ასე რომ მადლობა ყველა იმ კომპანიას, ვინც პირადად მე მენდოდა ასოციაციას. ძალიან საინტერესო. მე ჩემი კომპანიით ასოციაციის წევრი ვარ, ასე რომ რომ მოგიყვეთ. მე ჩართული ვარ, საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი დისტრიბუციაში, უშუალოდ ჩართული, ახლობით 25 წელი არის, ცოტა უფრო მეტი, პირველი ჩემი სამსახური იყო Coca-Cola Bottlers Georgia, იქ დავიწყე მუშაობა დაახლოებით ალბათ 100-მდე გასტრონომი იყო, მაშინ მაღაზიას, სურსაც მაღაზიას ერქვა გასტრონომი, მასმე რაღაცა ესეთ გაყვარო საკუთარი კომპანია ჩამოვაყალიბე 2005 წელს, სადისტრიბუციო რამოდენიმე საკმაოდ სერიოზულ სოფლიო ბრენდს წარმოადგენს საქართველოში, მაგრამ ამჟამად გადავწყვიტე რომ ჩართულიყავი სოფლის მეურნეობაში, უკვე წელიწად ნახევარი აქტიურად ვარ სოფლის მეურნეობაში ჩართული და უახლოეს პერიოდში ძალიან საინტერესო პროდუქტ შევთავაზებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რაც თავარია ჯანსაღს, ხარისხიანს, უმაღლესი ხარისხის, ხო, რა თქმა უნდა, უმაღლესი სტანდარტებით, რომელსაც Global Cup-ი ქვია, ასე რომ ძალიან საინტერესო. საკმაოდ კარგი სიახლეები გვექნება ძალიან მალე. მხოლოდ ქართული. გისურვებთ წარმატებებს. მადლობა, მადლობა. სანამ დღევანდელ ასოციაციის, თქვათ, და ასოციაციის წევრების პრობლემებზე გადავიდეთ, ვიცი რომ ქონდათ საირმესთან იყვნენ გაფიცული 36 დღე. ხო, საკმაოდ ესეთი რთული პროცესები იყო, ნამდვილად, კი. გუშინ მე მგონი დამთავრდა ეს და კომპანია საირმე ერთ-ერთი ცნობილი და ისეთი წარმატებული ბრენდია, ქართული ბრენდი არის, იმ ორ სერიოზულ ბრენდთან ერთად, რომელიც არის ნაბეღლავი და ბორჯომი. ასე რომ საკმაოდ ესეთი კარგი სტარტი აიღო ბოლო პერიოდში განსაკუთრებით და საკმაოდ აქტიურად იყო უკვე წარმოდგენილი არა მხოლოდ საექსპორტო ბაზრებზე, არამედ საქართველოში საკმაოდ კარგი პოზიციები ეჭირა. სამწუხაროდ რაღაცა გარკვეულ გაუგებრობებს ჰქონდა ადგილი კომპანიის თანამშრომლებმა რაღაც მიმართეს და დაიწყეს გაფიცვა, იქ რამოდენიმეჯერ იყო მედიაციის ცდელობა, თუმცა იყო გარკვეული პრობლემებიც, მინდა გითხრათ ამ მედიაციაში, თუმცა რადგანაც გუშინ უკვე საღამოს 8 საათზე ეს პროცესი წარმატებით დასრულდა, რასაც მე მიულოცავ პირველ რიგში ხელმძღვანელობას ამ კომპანიის და შემდეგ უკვე იქ დასაქმებულებს, იმიტომ რომ ნამდვილად ღირსეული ადამიანები არიან იქ ვინ შრომობენ, მათ შორის ის ადამიანები, ვინც იყვნენ გაფიცულები, ნამდვილად იყო რაღაც გარკვეული ჩავარდნები, ჩემი პირადი მოსაზრებაა, ნამდვილად არ ღირდა ესე გამდენწვალებად, რაც იყო ეს თქვა 36 დღე შედარებით ადრე შეიძლებოდა დასრულებულიყო, იმიტომ რომ ფაქტიურად პირობები უცვლელი იყო, მაგრამ ყოველი შემთხვევაში თავარი არის რომ დასრულდა ამ მოლაპარაკებებში
ჩაერთო აგრეთვე ჩვენ მოუწოდეთ რომ ჩართულიყო გაერთიანებული პროფკავშირები ბატონი ირაკლის და რა თქმა უნდა გარკვეულწილად მისი მხარდაჭერაც იყო რომ ეს პროცესები ნორმალურად დასრულებულიყო და რაც თავარია მედიაცია შედგა რაც თავარია პროცესი დასრულდა და ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს წარმოება ფუნქციონირებას და რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტ საექსპორტო ბაზარს დავიფხრობთ საკმაოდ სერიოზული გეგმები გვაქვს და საქართველოს ბაზარზე საკმაოდ სერიოზულად ვიქნებით წარმოჩინებული ასე რომ მეტი საერთოდ დალიეთ მეგობრებო ეხლა ძალიან გვჭირდება გამოდის რომ ეს ერთ-ერთი თქვენი ასოციაციის ფუნქციაც არის რომ ესეთ ადვოკატირება ჩვენი წევრი კომპანიების ცალსახად ნებისმიერი პრობლემა რომელიც ჩვენ წევრი კომპანიებს ექნება ჩვენ გვერდით უდგავართ არა მხოლოდ მე როგორც მის პრეზიდენტი არამედ ჩათვალეთ რომ ყველა დანარჩენი კომპანიებიც ერთად ხარს უჭერთ ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტაში, იმიტომ რომ დღეს თუ ერთ-ერთი პრობლემა რომელიც კომპანიას აქვს არ გადაიჭრა, ხვალ თავისთავად მე სხვა კომპანიებზე შეიძლება ნეგატიურად დაისახოს ჯაჭვურად. ამიტომ ჩვენ ძალიან ისე ლოკალურად ვაქრობთ ხოლმე ცეცხლს ესე რომ აქტიურად ვართ ამ მიმართულებით ჩართული. ნუ კიდე არის ერთ-ერთი თავარი გამოწვევა ბოლო პერიოდში აქტიურად გაჟღერდა თუ კარგად გაიხსენებთ იგივე პრემიერისგან ვთქვათ არის ძალიან მაღალი ფასნამატები არის ძალიან მაღალი ფასები ეს ყველაფერი დასარეგულირებელი არის ნუ კი ბატონო ერთის მხრივ ვეთანხმები ფასები არის მაღალი თუმცა რისგან არის გამოწვეული აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი არა ის რომ ფასი რატო არის მაღალი არამედ მნიშვნელობა რატოა მაღალი ფასები ხა ასოციაციის ერთ-ერთი შექმნის მიზეზი მაგალითად 2016 წელს რატომაც გავერთიანდით იყო ის პრობლემატური საკითხები, რომელიც ბაზრის განვითარებას მოყვებოდა ყოველ წელიწადს. ანუ რიტეილ სექტორში გულისხმობ ექსელურ ბრენდირებულ სუპერმარკეტებს. ანუ მათი მოთხოვნები წლიდან წლამდე იყო მზარდი, მზარდი მოთხოვნები თავისთავად წარმოშობს გაზრდილ ფასებს, რაც ნეგატიურად აისახება თავისთავად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. მე არაერთხელ მქონია ამასთან დაკავშირებით თავრობის წევრებთან საუბარი, იგივე 2021 წელს მქონდა საკმაოდ ისეთი წარმომადგენლობითი ბიზნეს ფორუმი, სადაც არაერთი სახელმწიფო სტრუქტურა იყო აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და საკანონმდებლო ხელისუფლებიდან წარმოდგენილი, აგრეთვე ექსპერტები იყვნენ, იურისტები იყვნენ, რომლებმაც საერთაშორისო პრაქტიკა გააცნეს, არაერთი ასოციაცია იყო, რომელმაც თავის პრობლემებზე ილაპარაკეს, თუმცა ნუ რატომღაც მე სახელმწიფოს მხრიდან შენელდა. ძალიან მიხარია, რომ პრემიერმა ზოგადად გააჟღერა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, ნუ თავიდან თქვათ არასრულად იყო ინფორმირებული, რითი იყო გამოწვეული 50 და 70%-იანი ფასნამატი მოგვიწია საკმაოდ აქტიურად ჩართვა მე პირადად როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტს და განცხადებების გაკეთება, რამაც შემდეგ გამოარკვია რომ აქ ბრალეულობა ნაკლებად არის ჩვენი კომპანიების, რადგანაც მეორე მხარეს რიტეილ მხარესაც არის გარკვეული ჩავარდნები, არის გარკვეული მოთხოვნები, რაც წარმოქმნის იმ მაღალ ფასნამატს, რომელიც ზოგადად არის პროდუქტზე. შესაბამისად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე და იმ ჩვენ მოთხოვნამდე, რასაც წლებია ვაყენებდი, რომ რეგულირება, რომელიც არის სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში, ხა თუ ევროპისკენ მივდივარ და ევროდირექტივა ერთ-ერთი 2019 წლის 633 დადგენილება არის იმ კანონპროექტთან მუშაობა, იმ რეგულაციასთან, რომელზეც იყო ბოლოს გააჟღერა იგივე ეკონომიკის მინისტრმა და რომელთან დაკავშირებით დღეს ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ახლა თუ ევროპაში ეს რეგულაცია შემოვიდა და სავალდებულო ხდება 2019 წლიდან, თუ იქით მივდივართ, მესმის ბევრი დერეგულაცია უნდა იყოს, არ ვარ რეგულირების მომხრე, მაგრამ როდესაც ესე ვთქვათ ველურად ვითარდება ბაზარი და ამას დასტაბილურება ჭირდება და ისეთ სენსიტიურ თემაზე გვაქვს საუბარი, რაც არის პროდუქტები, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მოდი ხაზი გაუსვათ, რომ შეცდომაში არ შევიყვანოთ ჩვენი მსმენელი, ვთქვათ არაერთხელ გაჟღერებულა, რომ აქ არის ვთქვათ ფასების კონტროლი, აქ ფასების კონტროლზე ვერ იქნება საუბარი, არ არსებული კონკურენცია საქართველოს ბაზარზე არის საკმაოდ დიდი, რა თქმა უნდა მე პირადად შევეწინააღმდეგები ამ კანონპროექტში ჩაიწეროს რამე ისეთი, რომელიც ფასების კონტროლს გამოიწვევს და ამაზე არც ქონია სახელმწიფო საუბარი სახათ მინდა ვთქვა, პირიქით, აქ არის გრძელვადი ამ პერსპექტივაში დარეგულირდეს ურთიერთობა მიმწოდებელ და რიტეილ სექტორს შორის, რაც თავისთავად შემდეგ უკვე გამოიწვევს ბაზარზე სტაბილურ ფასებს, რაც მისაღები იქნება ორივე ბიზნეს განვითარებისთვის და საბოლოო მომხმარებლისთვის. რაღაც ადრეგზელო გამომივიდა. ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად და უახლოეს პერიოდში ვამცნობთ ამას, იმიტომ რომ სადღაც უკვე დრაფტზე მიდის მუშაობა. შეკრება გვექნება უახლოეს პერიოდში ჩვენ ზაფხულშიც გარკვეულწილად კიდე დამატებით ბიზნეს ფორუმს გეკმავთ ამ თემასთან დაკავშირებით და ვაცნობებთ ჩვენ ძვირფას მოსახლეობას, იმიტომ რომ ჩემთვისაც როგორც უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, რა თქმა უნდა, მკივნეულია, როდესაც სამომხმარებლო კალათა ესე არის გაზრდილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მივიღოთ
სტაბილური ფასები ვთქვათ და არა ხელოვნურად ან შემცირებული, ან გაზრდილი ფასები. ამიტომ ბაზარს ჭირდება დარეგულირება, ასე რომ. ივა, შემდეგი რაზეც მინდა თქვენთან ვილაპარაკო, ეს არის კომპანიები, რომელიც აპირებენ საქართველოში შემოსვლას. გაქვთ თუ არა ესეთი ინფორმაცია, თქვათ, საზღვარგარეთიდან დიდი ქსელები თუ აპირებენ შემოსვლას. მაგალითად, წინა კვირას გამოვიდა ინფორმაცია, რომ უკრაინული ერთ-ერთი დიდი ქსელი, რომელიც არის One Price-ი, გახსნა უკვე რამოდენიმე დიდი დისკაუნტერი სუპერმარკეტი თბილისში და აპირებს მთელ საქართველოში გავრცელებას. გაქვთ თუ არა ინფორმაცია, კიდე არის თუ არა სხვა მოთამაშეები, რომელიც აპირებენ საქართველოს ბაზარზე გამოსვლას და თუ თქვათ მაგალითად თუ ქსელებს აქვთ გეგმები სხვა ქვეყნებში გასვლის, რომელიც არის ხო, ქართული ქსელების რა გითხრათ, ალბათ ერთადერთი მე რაც ვიცი, უბრალოდ მედია სივრცეში გაჟღერდა, რომ გუდვილი აპირებს რამოდენიმე ქვეყანაში გასვლას, არ ვიცი, ხა სანამ ეს არ მოხდება, იქამდე ვერაფერს ვერ გეტყვით. დანარჩენი კი ბატონო, ძალიან კარგია One Price-ი რომ შემოვიდა, რაც უფრო მეტი მოთამაშე იქნება საქართველოს ბაზარზე, მით უფრო საინტერესო იქნება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის მოთამაშეები, ვინც საქართველოს ბაზარზე შემოვლენ, იყვნენ სტაბილური მოთამაშეები, იყვნენ სტაბილური ბიზნესის განმახორციელებელი და სწორი პოლიტიკის გამტარებლები, რადგანაც ჩვენ გვახსოვს არაერთი кейსი, იგივე ფურშეტი, რომელიც უკრაინული ბრენდი იყო, შემოვიდა დაახლოებით 16 მილიონი წაიღო. ეს 16 მილიონი ის არის, რისი გადახდა დღეს ჩვენ ძვირფას მოსახლეობას უწევს, რომელიც ასახული არის ფაქტიურად უკვე ფასნამაჩი, რომელიც დობაც უკვე კომპანიებს არ აქვს, რომელსაც სამწუხაროდ დღეს აზღვევენ და სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი სახელმწიფოსთან, რომ მაქსიმალურად დაგვაზღვიოთ, იმიტომ რომ ნებისმიერი ქსელური სუპერმარკეტი, რომელსაც ხედავთ, თუ იქ დებიტორული დავალიანება არის დაახლოებით 30-40 მილიონი, მათ საკუთრებაში შეიძლება იყოს 2 მილიონი ეს აქტივი, რომელიც რო გაყიდო შეიძლება იყოს 9 მილიონი, ამიტომ არის საპნის ბუშტი. ჩვენ ერთ დღეს რო გასკდეთ, როგორც არაერთი განსკდა და გასულა, ჩათვალეთ, რომ ჩამოიქცევა სრულიად სადისტრიბუციო სამყარო. ასე რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზე ვსაუბრობ. თორე ისე, რა თქმა უნდა, სპენია ვთქვათ, არარელევანტურია ახლა რომ დავასახელოთ, თუმცა ერთ-ორ ბრენდზე არის საუბარი, ვინც დაინტერესებული არის საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და რაც უფრო მეტი კონკურენცია იქნება, არის ძალიან კარგი. თუმცა აქვე კიდე ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა ველურად, ესე იგი, განვითარებას, რასაც ვეძახით, რომ იგივე რეგულაციის მიხედვით არაერთ ევროპულ ქვეყანაში, როდესაც მაღაზია გინდა გახსნა, იგივე სასურსათო მაღაზია, იგივე სააფთიაქო ქსელი, გიწევს მიმართვა ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ თქვათ იმ კვადრატულ მეტრზე შესაძლებელია თუ არა გახსნა, იმიტომ რომ მოთხოვნა არის თუ არა, ზედმეტად, თქვათ კონკურენციაში იმდენად არ შეხვიდე, რომ თქვათ ავნო მასას და შენ თქვათ არასერიოზულ მდგომარეობაში აღმოჩნდე, იმიტომ რომ პირობითად ყოფილა შემთხვევები, როდესაც 100 მაღაზიიდან 60 გადის ზარალზე და ფაქტიურად ამის დაფინანსება სამწუხაროდ ჩვენ გვიწევს. ასე რომ ესეც ერთ-ერთი გამოწვევა არის, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დგას, რომ სწორედ მოხდეს ამის დარეგულირება. არ ვზღუდავთ კიდევ ერთხელ ვიდრე კონკურენციას, მაგრამ აი ესე რაღაცა განვითარება მოხდეს wild ნამდვილად არ არის სწორი, იმიტომ რომ უნდა მოხდეს ჯანსაღად ეს პროცესები და ჩვენ აუცილებლად გავაკონტროლებთ ამ ყველაფერს, ჩავერთვებთ. ხა თქვენ წარმოვიდეთ, იმდენ პრობლემატური საკითხი იყო ეს სადისტრიბუციო კომპანიებს და სუპერმარკეტებს, ქსელურ სუპერმარკეტებს შორის ურთიერთობა დიდ ბრიტანეთში, რომ იქ არის ესე თანამდებობა supermarkets ombudsman. ან წარმოვიდეთ, ხა ცალკე არის და კიდე ცალკე არის მოსამართლეები, რომლებიც უშუალოდ ამ დავებს განეხილავენ. ხა აქ დავა რო იწყება, კარგად მოგეხსენებათ, თავდება 20-30-ში. ამიტომ შესაბამისად, აქაც თუ არ